თეატრალურის რექტორი სტუდენტებთან პირისპირ დისკუსიას გაექცა. გიორგი შალუტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში არ მივიდა და ეთერს მხოლოდ დისტანციურად შეუერთდა. პროტესტში მყოფი სტუდენტების კითხვებს მან არ უპასუხა. მიზივე კუა აგრძელებს საუბარს დეტალებით ფორმულას პირდაპირ. სტუდენტების პროტესტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედეგი გამოიღო. სტუდენტებს ეთერი დაუთმეს, თუმცა ის შეთანხმება, რომელიც 4 შაბათს სტუდენტებს გიორგი შალუტაშვილსა და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის შორის დაიდო, ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ ჩავარდა. გუშინ სტუდენტებთან ერთად ეთერში უნდა მისდარიყოს წერდაც, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, თუმცა ის მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩაერთო დისტანციურად ეთერს. ახალგაზრდებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომლის წინაშეც ისინი 93 დღის განმავლობაში იბრძოდნენ და მათი თქმით ის, რომ მათ სტუდენტური სტატუსი აღუდგინეს, არაფერს ნიშნავს, რადგან კვლავ რჩება ძალაში გაფრთხილება, რომელიც სტუდენტებისთვის უსაფუძვლო და ასევე შეურაცხმყოფელია. ხოლო რაც შეეხება რექტორს გიორგი შალუტაშვილს, მის პოზიციას მისთვის მთავარი პრობლემა სტუდენტების სტატუსთან დაკავშირებით აღმოფხვრელია და სხვა დანარჩენი პრობლემები მარტივად მოგვარებადია და ამისთვის სტუდენტებთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს. ჩვენი იქ შესვლის მიზანი იყო, რომ მისი საუბარი გაგვექარწყლებინა, რადგან ის იტყუებოდა და ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა. იმედი მაქვს ეს შევძენით. კარგად დაფიქრდნენ, რამდენად უღირთ ეს ყველაფერი, რამდენად უღირთ, რომ მთელი ცხოვრება იცხოვრონ ამ ტყუილებით და იცხოვრონ იმით, რომ დაურპირისპირდნენ თავიანთ სტუდენტებს და მიაყენეს ამ ხელა მორალური ზიანი. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს ვერც შეგვაშინებთ, ვერც დაგვასუსტებთ. პირიქით, დღეს ყველაზე ძლიერები ვართ თქვენთან ერთად და მადლობა ამ ყველაფერისთვის. მე მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომ შემეცვალა ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და შემეცვალა უფრო მსუბუქი ზომით, გაფრთხილებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სტუდენტს ორშაბათიდან უკვე აქვს საშუალება გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში. ეს მიმაჩნია, რომ არის ყველაზე მთავარი, კარდინალურად მნიშვნელოვანი და ყველა დანარჩენი პრობლემა, რომელზეც იყო საუბარი, ვფიქრობ, რომ არა მარტო მოგვარებადია, არამედ აუცილებელია დაიწყოს სწორედ აქტიური კომუნიკაცია სტუდენტებს შორისაც, პედაგოგებს შორის და ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ ასევე სხვა სტუდენტებიც. ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ სტატუსის აღდგენით არაფერი იცვლება, ბრძოლა გრძელდება და საპროტესტო აქციები კიდევ და კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათის იქნება. მან დაუბრუნა სტატუსი არაფერს არ ნიშნავს, დანაშაული უკვე დანაშაული არის და მან ასე ვთქვათ ვერ გამოისყიდის ის ვერაფერს, ვერ გამოისყიდის ის ამ ყველაფერს თავისი ქმედებებით და ასე ვთქვათ ერთგვარი ბოდიშით, რომელიც იყო სტატუსის აქტიური დაბრუნება. სტუდენტები რა თქმა უნდა ბრძოლას გააგრძელებენ, ისინი არ ჩერდებიან არც ის მომენტი აშინებთ, რომ მათ შეიძლება კიდევ შეუწყვიტონ სტატუსი, არც ის მომენტი აფერხებთ, რომ თურმე სტატუსი დაგვიბრუნდა და აწი ბრძოლა უკვე შეგვიძლია გავაჩეროთ. პირიქით ჩვენი მთავარი მიზანი არის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ხელახალი სამართლიანი არჩევნები. ჩემი აზრით ეს ყველაფერი არც არავის შეაშინებს, ანუ რეალურად ყველა სტუდენტი თავიდანვე თანახმა იყო იმაზე, როდესაც ის ნაბიჯი გადადგეს, რომ უნივერსიტეტებში შეიწვნენ და რაღაც აუდიტორიები დაიკავეს, თეატრალური შემთხვევაში ფოიე დაიკავეს. ანუ ჩემი აზრით მზად ვიყავით ყველაფრისთვის, რაც შეიძლება და ამ ყველაფერს მოყოლოდა და ამით რა თქმა უნდა ვერ შეგვაშინებენ და ეს აუცილებლად არის ბრძოლის გაგრძელების კიდევ ერთი ახალი ფაზა. ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ჩვენთვის რაღაც დამაბრკოლებელი. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ეს მოკლედ ამბავი იქნება ყველა სტუდენტისთვის განგაშის ზარი, რომ ჩვენ არ ვართ არც ერთი არ დაცულები არც რუსთაველზე და არც უნივერსიტეტებში. ოლიგარქი ახალგაზრდებს ყოველდღიურად სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმით ებრძვის, თუმცა ისინი გაჩერებას რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებამდე და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე არ აპირებენ. ამის კარგი მაგალითი სწორედაც, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.